გამარჯობა. ჩემი აზრით მოვახერხეთ ის, რაც მე პირადად არ მეგონა რომ მოვახერხებდით. მოვახერხეთ ის, რომ პატრიარქის გარდაცვალების დღიდან, მისი სიონში გადმოსვენების დღემდე მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა ჩავიგდეთ. ვაუ! ან მხოლოდ სიყვარულით სავსე გამოსამშვიდობებელი პოსტები მიუძღვენთ მას. ისინიც კი, ვინც მანამდე ლანძღავდნენ პატრიარქს, ეხლა უსამძიმებდნენ ქართულ ხალხს და ხო, წესიერად პოსტავდნენ რაღაცებს. ძალიან მიხარია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ამას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ქულების დასაწერად აკეთებდა და მილქნელური იყო მათი საქციელი, მაგრამ მაგ მომენტში ლანძღვას ჩემი აზრით ისევ ეგეთი მლიქნელობა ჯობია. რა თქმა უნდა, მლიქნელობას და ტყუილს გაჩუმება ჯობია, მაგრამ ყველას ოქრო არ აქვს. ამიტომ let's just დავაფასოთ რაც არის. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში არაადეკვატური პოსტები იმდენად ცოტა იყო, რომ 1-2 ან 3 გავრცელდა ვირუსულად. რა, ესე ყველა ერთი და იგივე ვიღაცის დაწერილ იმას ავრცელებდა, რომ აი ეს რა თქვეს. ერთ-ერთი ბლოგერი საკმაოდ ბევრ გამომწერენ, რომ სახელს და გვარსაც არ დავასახელებ. ჩამოდგა და გადაიღო ვიდეო, რომ ეს ხალხიო, ვითომ ქრისტიანებიო, რომ მიდიანო იქო და სელფებს იღებენო, ვითომ ეს ფარისევლებიო და ვის გაუგიაო, რომ პანაშვიძეს სელფებს იღებდეო, შენ თუ მართლა გული შეგტკივარ რა სელფებს იღებო. In a meanwhile, ხუმრობის გარეშე ვიძახი და გადაჭარბების გარეშე ვიძახი, რომ დედამისის პანაშვიდიდან ქონდა ლაივი ჩართული. იგივე ბლოგერს. არ ვამბობ მის სახელს და გვარს სპეციალურად, იმიტომ რომ არ მინდა რომ ვინმე გადავიდეს და ათრიოს, ან ამაზე კიდე ზედმეტი ლაპარაკები წავიდეს. უბრალოდ ვიძახი, რომ ესეთი ადამიანი იძახდა, რომ სელფებს ნუიღებთ პანაშვიდიდანო. მართლა ლაივი ქონდა დედამისის პანაშვიდიდან ჩართული. I swear. ეს პანაშვიდი არ იყო უბრალო პანაშვიდი, ეს იყო ერის სულიერი მამის პანაშვიდი, სადაც 1.5 მილიონი ადამიანი მივიდა თუ მეტი არა. აქ გადაღებული სელფი, ფოტოები, ვიდეოები იგივე არ არის, რაც ბებია შენის, ბიძა შენის და ასე შემდეგ პანაშვიდზე იქნებოდა. იგივე, აიგივებთ. მინდა ერთი გულწრფელი რაღაც გაგანდოთ ჩემზე. მე პირადად პატრიარქი არ მიყვარდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ანტიპათია მქონდა მის მიმართ, უბრალოდ არ მიყვარდა. ის ჩემს გულს არ შეხებია ისე, როგორც ჩემი ნაცნობების და ჩემი მეგობრების გულებს, ვისგანაც უამრავი დადებითი მსმენია მასზე. ის გრძნობა არ მაერთიანებს ხალხის უმრავლესობასთან, რომელი გრძნობაც 1000-ჯერ და 10,000 ჯერ დაწერილი ვნახე Facebook-ზე ამ დღეებში. ისეთი ხალხი გამოხატავდა მის მიმართ სიყვარულს, რომლებისგანაც მართლა არ ველოდი. ძალიან მაგრად გამიკვირდა, იმიტომ რომ ამ ხალხის დიდი ნაწილი საერთოდ ქრისტიანობას არც კი არც კი იძახის, რომ დღეს ქრისტიანია. ზოგი მათგანი აგნოსტიკია, ეხა არაფერს აღარ წამს და ესე ჰაერშია გაჭედილი თითქოს რწმენაში, არსად არ არის, როგორც მე ვიყავი 1-10 წელი. ზოგი მათგანი საერთოდ ათეისტია, რავი რა, ასეთი ხალხისგანაც მოვისმინე პოსტები, ვიდეოები, გამომშვიდობებები, სიყვარულით სავსე გამომშვიდობებები პატრიარქის მიმართ. ჩემი აზრით ეს უკვე სტატისტიკაა რა. აშკარად ქონდა იმდენი სიკეთე და სიყვარული გაცემული, რომ ეხა მიიღო ესეთი გამომშვიდობებები. ჩემი აზრით ის იყო ჩვენი ისტორიის ბოლო წლების ერთადერთი ადამიანი, რომელიც ძალიან ცალსახად იმსახურებდა ამდენი ხალხის, ლამის ნახევარი საქართველოს თუ მეტი არა, მის პანაშვიდზე მისვლას. ასევე ძალიან ბევრის მეტყველია, რომ მას იმხელა ავტორიტეტი ჰქონდა, რომ არა მხოლოდ ქრისტიანები საქართველოში, არა ქრისტიანებიც, მუსლიმები, იეზიდები და ვინ აღარ გლოვობდნენ მის გარდაცვალებას და სიცოცხლეში მას რო რამე ეთქვა, რომ ან აქეთ დავდგეთ, ან იქით დავდგეთ, იქით წავიდეთ, აქეთ წავიდეთ, საქართველოს უმრავლესობა მიყვებოდა რა და ეგეთი ავტორიტეტის დღეს ნამდვილად არავინ აღარ ყავს. ილია მეორის გარდაცვალებას გაყვა ჩვენი უმაღლესი ავტორიტეტი აქ დედამიწაზე. ალბათ მსგავსი ავტორიტეტი კიდე გოყოლება, მაგრამ როდის ღმერთმა იცის. აქედან გამომდინარე ის ფრაზა, რომ ერი დაობლდა,
ამ ეტაპზე მართლაც გამართლებულია მე მგონი. თუმცა მეორე მხრივ სულიერ სამყაროში ღმერთი სულ ყავს და შესაბამისად აქ ობოლი არავინ არაა. In that case. ანუ მაკედან თუ შევხედავთ. ასევე მის ავტორიტეტზე და თან მადლზე მეტყველებს ისიც რომ მსოფლიოში უამრავმა ქვეყანამ და დემოგრაფიულ პრობლემასთან შეჭიდება ყველანაირი გზით ზოგან ფინანსური წახალისებით, ზოგან სოციალური სხვადასხვა პროგრამებით და თითქმის ვერცერთმა ქვეყანამ წამყვანმა ქვეყნებმაც კი, როგორც არის იაპონია და შვედეთი და ასე შემდეგ, ვერაფერი ძრა დიდად ვერ უქნეს ამ პრობლემას, მაგრამ პატრიარქმა თქვა, რომ მესამე შვილებს მოგირათელავთო და არიქა ერი მესამე შვილებს აჩენს მაკედან გამომდინარე. მაგის მერე რამდენი ბავშვი გაჩნდა და რამდენი ახალი სიცოცხლე შეიმატა ქართულ რეალობას, არ ვიცი. თუმცა საპატრიარქოს ექნება მაგის ის ჩანაწერები სავარაუდოდ. კონკრეტულად რამდენი ნათლული ყავს პატრიარქს. ეხლა კი გადავიდეთ პოლიტიკოსებზე. იმათზე დიდი არაფერი მაქვს რა თქმა, ვინც მას სიცოცხლეში უკიდაგანოდ ლანძღავდა და ეხლა თბილად და სიყვარულით მიუსამძიმრეს მისი გარდაცვალება და ვითომ ძალიან ახლოს იყვნენ და ანუ კარგს რო სხვას ვერაფერს ამბობდნენ ხოლმე რომ მისი გარდაცვალებით ეპო გადასრულდაო და ვითომ აი რაღაცა არც მწვადს წვავდნენ და არც შამფურს ყველა ხვდება ვინ არის მლიქვნელი მაგ შემთხვევაში და ვინ არა. ბევრი ხვდება. არავის თვალში მე მგონი დიდად პლუსები მაგათ არ დაუწერიათ. რაც შეეხება იმ მხარეს, კონკრეტულად ოცნების მხარეს და მთავრობის მხარეს, რომელიც პატრიარქის სიცოცხლეშივე ძალიან ბედნიერად თბილად და კომფორტულად ეფარებოდა პატრიარქის ავტორიტეტს, ფარადიდებდა პატრიარქის ავტორიტეტს ძალიან საყვარლად თბილად და ასე მის თბილ მანტიაში გახვეული მოძრაობდა მშვენივრად. ეს ძალიან ცალსახა იყო ჩემთვის და სხვებისთვის არ ვიცი, მაგრამ ვინც პატრიარქის პატრიოტულ ინიციატივებს თავის პოლიტიკურ ინიციატივებად მიიწერდა, ვინც ქრისტიან მოსახლეობას თავის ამომრჩევალად ასახებდა, მოდი პატარა მაგათზე ვიტყვი ეხლა. ბევრი წერდა სხვათა შორის ოპოზიციიდანაც და არა მარტო ისეთი მძაფრი ოპოზიცია, ისეც ხალხი ვიღაცები პანაშვიდზე ვინც იდგნენ და მე გასვენებაში უკვე ვისაც უნდოდა მისვლა და პატივისცემა ჩვენი პატრიარქის, ბევრი წერდა რომ ესო VIP-ით და საშვებით რო იყო დაშვებულიო რა არის რა წესიაო და ხალხი არ მიუშვესო ჩვეულებრივი მოკვდავებიო და მარტო თვითონ იყვნენო და ასე შემდეგ. მე პირადად მაგასთან პრეტენზია არ მაქვს. ანუ მთავრობის წარმომადგენელია და რა თქმა უნდა რომ იქ მას ევალებოდა კიდეც რომ ყოფილიყო და რაღაცა სიტყვა ეთქვა და ასე შემდეგ. ანუ აი ფაქტიურად ვერ გაექცეოდა მაგას. რა გაექცეოდა და უარეს ცეცხლში გამოატარებდა ხალხი დამიჯერეთ. ანუ არ იტყოდნენ იქ სიტყვას, ბევრად უარესად გამოჩნდებოდა შესაბამისად მაგიტომაც თქვეს საკმაოდ დაძალებული სიტყვები და ვინც იძახდა რომ პოლიტიკური ქულები დაიწერესო ეხლა იქ დგომითო და ეს საშვებით და იმით რო არიანო და სხვას რატო არ სხვისი პატრიარქი არ იყო? კი რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ მთავრობის წარმომადგენლები არიან და რა თქმა უნდა რომ ისინი იდგებიან ეგეთ სიტუაციაში და მათი იქნება სიტყვა. ეს ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში ეგრე იქნებოდა, იმიტომ რომ წესია ეგეთი, ანუ რაღაცა იერარქია არსებობს და ეგ უნდა იყოს დაცული, თუ არა და იქნება ქაოსი, რა თქმა უნდა. ეს ჩემი აზრით საპრობლემო საერთოდ არ არის. და ვინც იძახის, რომ ეხლა ოცნება მაგალითად პოლიტიკური ქულები დაიწერა იმით, რომ იქ იდგნენ, სხვა არ დააყენეს და სიტყვით გამოვიდნენ და ასე შემდეგ. ჯერ ვისაც გონია, რომ მაგ სიტყვით ვინმე პოლიტიკური ქულა დაიწერა, არ ვიცი მე, ანუ ვის გონიათ, რომ ეგეთი სიტყვით გამოსulis რაღაცებს რო კითხულობდნენ ძალიან ზედაპირულად, გულით მან და რავის არ ულაპარაკია, ემოციურად მან და რავის არ ულაპარაკია, მთავრობის წარმომადგენლებს. ვინც მე დაწერილ ტექსტებს კითხულობდა, ეგ ყველამ დაინახა და ეგ მე მგონი პლუსად არავის არ დაეწერება დიდად. They just did a job. ანუ უბრალოდ იდგნენ იქ სადაც უნდა მდგარიყვნენ და არ იდგებოდნენ და ბევრად უფრო ეგეინ ცუდ დღეში იქნებოდნენ ხალხის მხრიდან. მაგრამ მართლა პიარით უნდათ გაეკეთებინა და კაი ტიპებად და მართლა ხალხისთვის რაღაცად გამოჩენილიყვნენ და ხალხში წონა აეწიათ. რავი VIP-დან არ შევიდა, აი რომელიმე მაინც მაგაზე ვლაპარაკობდით იმ დღეს მე და ჩემი მეგობრები, რომ ანუ
ერთი მაინც როგორ არ გამოჩნდა მთავრობიდან, აი ერთი მათგანი მაინც მთავარ იმას ვიძახი რა, კლანს, ანუ ტოპ ვინც არიან. მაქედან ერთი მაინც არ გამოჩნდა, რომ ხალხთან ერთად დამდგარიყო იმ რიგში, პანაშვიდის რიგში, რომელიც ზოგი 12 საათი იდგა, მაგრამ ზოგი აი 2 საათი, 3, 4, 5, 6 საათი იდგა იმ რიგში, თუნდაც თავის დაცვასთან ერთად რომ დამდგარიყო ერთი მაინც მათგანი. ხალხთან ერთად და ეგრე ნელა რიგით მისულიყო იქამდე სამებამდე. რა ვიცი, მისი რეიტინგი ალბათ 3-დე ავიდოდა რა. ანუ აი ძალიან მოიმატებდა მისი რეიტინგი, მეც კი ტაშს დაუკრავდი ეგეთ საქციელს. შეიძლება ის ადამიანი სულ არ მომწონდეს, მაგრამ ეგეთ საქციელს ყოველთვის მოვიწონებ. ანუ როცა ხალხთან ერთად აირჩევს ვიღაცა დგომას. და თავის პრივილეგიაზე უარს იტყვის მაგ შემთხვევაში. ეს თითქოს არაფერია, ესე შეიძლება თქვა, რომ კაი რა, აი ეგ რას გვაძლევს ახლა იქ დაადგა. გვაძლევს, ანუ ეგ ნიშნავს იმას, რომ თავის ხალხთან ერთად უნდა დგომა. ან თვლის, რომ ეს სწორი არჩევანია, შეიძლება სულ არ უნდადეს, მაგრამ თვლიდეს, რომ სწორია და ეს პოლიტიკურად ძალიან სწორი ნაბიჯი მგონია, ესეთი რამე რომ ვინმეს ექნა, მაგრამ არავინ არ ქნა, რავი. და again, იმაზე მე არ ვბრაზდები, რომ ჩვეულებრივი მოკვდავები ახლოს არ მიგვიშვეს პატრიარქთან იმის, რა ქვია, მისი გადმოსვენების დროს და ზოგი იმასაც იძახდა, რომ მანქანით რატო ჩამოიყვანესო, ხელით ვერ წამოიყვანე, კარგი რა. მთავარი ხო არის ის, რომ ძალიან ორგანიზებულად, ლამაზად და ისე როგორც ეკუთვნოდა მსგავს დიდ ადამიანს, როგორც ეკუთვნოდა, ეგრე გადმოასვენეს. მეტი რა გვინდა ახლა გეხვიეწებიეთ რა ხალხო. ძალიან ლამაზი იყო მოკლედ ეს ყველაფერი ჩემი აზრით და მაქსიმალურად მშვიდობიანი იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ ხალხს უნდა დასწრება თუნდაც მის გადმოსვენებაზე. და ანუ კი წერდნენ ვიღაცები რომ ჭლეტვაში მოუყევით და რაღაც, მაგრამ დაზიანება არავისი არ ყოფილა, მადლობა ღმერთს ყველაფერმა ესე კარგად ჩაიარა მე როგორც ვიცი. და მშვიდობიანად. მოკლედ, ეგ პლუსია ნამდვილად და კარგია ყოჩახ. მომწონს. თუმცა იმ დაწერილ ტექსტებს უბრალოდ ერთი წინადადება გულიდან რო ეთქვათ და არაფერი ესე დიდად ღრმა და ვითომ აღმატებული რო არ წაეკითხათ, ჯობდა. მაგრამ რა თქმა უნდა, დასრულდა ის მთავარი მძიმე დღეები, რომლებშიც ჩუმად ვიყავით ყველა და უკვე დაიწყო ხალხმა ჭიდაობა. და რა თქმა უნდა, ჭიდაობა დაიწყო ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. ზოგი იძახს, რომ პატრიარქის მოსახდრეში მუჯური უნდა გახდეს აუცილებლად ახალი პატრიარქი, იმიტომ რომ ესე დაწერა პატრიარქმა. ზოგი იძახს, რომ ეგ რას სულელია, ეგეთი რამე არ არსებობს და მაინც უნდა აირჩიონო. ზოგი იძახის ამას, ზოგი იძახის ამას, მაგრამ მე მაინტერესებს, ვით საერთოდ აზზე არ არის რა ხდება. ანუ აი ჩემნაირები რა, მე მაგალითად მივიჩნევ, რომ აზრზე არა ვარ, აბსოლუტურად აზზე არა ვარ რა ხდება შიგნით ამ სიტუაციაში. ჩვენ მაინც ნუ ვიჭხვევთ, ანუ აი მე რა ვიცი, რომელი პატრიარქი იქნება კარგი, აი მე რა ვიცი. მე მთავარია, რომ დავინახო, რომ ღმერთის მოყვარულია. That's it. მგონია, რომ ეხლა ძალიან მაგარი იქნებოდა, რომ ჩვენ მაინც, ვინც აზრზე არა ვართ, ჩვენ მაინც რომ ჩავიგდოთ ხმა ამასთან დაკავშირებით და ვაცადოთ სხვებს. ვინც ფიქრობს, რომ აზრზე არის, მათ იკამათონ ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა დროის დათმობისთვის და ნახვამდის.